მოგესალმებით, მე ვარ მარიამ სურგულაძე და დღეს მინდა გესაუბროთ პირისპირ ჰიგიენაზე და მასზე გავრცელებულ კითხვებს. მიუხედავად რეგულარული ხერხისა, კბილის ზედაპირზე მაინც ჩნდება ისეთი ნადები, როგორიც არის პიგმენტირებული და მაგარი ნადები. მისი მოშორება მხოლოდ პროფესიული წმენდით არის შესაძლებელი. პროფესიული წმენდით შორდება როგორც ბილი, ისევე მაგარი ნადები, ასევე გრძელქვეშა და გრძელზედა ქვები. ქვების წარმოქმნის მიზეზი შესაძლოა მრავალი იყოს. მათგან კი ყველაზე ხშირად გვხვდება არასათანადო ჰიგიენა, მარილთა და ნივთიერებათა ცვლის დარღვევა და ასევე კბილების არასწორი დგომა. შავი ფერის ნადები, იგივე პრესის ნადები ერთგვარად რკინის დებოა კბილის ზედაპირზე. ძირითადად ესთეტიურ დისკომფორტს ქმნის და როგორც წესი მის ქვეშ მდებარე მინანქარი ჯანმრთელია. მას ხშირად კარიესთან აიგივებენ, რაც რა თქმა უნდა მითია. მისი მოშორება პროფესიული წმენდით არის შესაძლებელი და შედეგი წმენდის დასრულებისთანავე დგება. ნადები ბაქტერიების გროვისგან შედგება და ის ძლიერად ეკვრის კბილის ზედაპირს. კბილის ზედაპირზე ბაქტერიების ხანგრძლივმა აკუმულირებამ შესაძლოა გამოიწვიოს როგორც ართებითი პროცესი, ასევე ჩვენთვის ყოველთვის ნაცნობი კარიესი. სამწუხაროდ ხშირი პრაქტიკაა სახლის პირობებში როგორც ნადების მოშორების, ასევე კბილის გათეთრების. მსგავსი პროდუქტები, როგორიც არის საკვების სოდა, მარილი, ლიმონი მეტად აბრაზიული, ანუ უხეშია. ისინი მიკროსკოპულ დონეზე აზიანებენ კბილის ზედაპირს და შედეგად ვიღებთ მომატებულ მგრძნობელობას და კბილების ფერის ცვლილებას. პირის ღრუს პროფესიული წმენდის ჩატარება რეკომენდებულია ყოველ 6 თვეში ერთხელ, ხოლო ბრეკეტების შემთხვევაში ყოველ 3 თვეში ერთხელ. ამიტომაც, არ გადადოთ ვიზიტი, მიმართეთ სტომატოლოგს და დაიცავეთ კბილების შესაძლო გართულებებისგან.